ყველა ადამიანი თანასწორია მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა. ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა მაქსიმალურად დაენახა და შემდეგ ჩვენთვის ეჩვენებინა ეტლით მოსარგებლე ადამიანების ერთი დღე. დღე, რომელიც წინააღმდეგობებით არის სავსე. ნახეთ გიორგი მანჯავაძის, გიორგი კიკვაძის, ჯაბა ჩიტიძის და ლაშა ნატროშვილის საავტორო რეპორტაჟი. ეტლიდან დანახული თბილისი. გაიცანეთ, ეს ჩემი მეგობარი გიგაა, მარკეტოლოგი და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი. ის ცდილობს აქტიური და სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვროს. დღეს მე ერთი დღით ეტლით მოსარგებლე გავხდები და ვესტები გაჩვენოთ გიგას ერთი ჩვეულებრივი ბარიერებით ახსავსე დღე. აი აქედან სტანდარტული თბილისური კორპუსის სადარბაზოდან იწყება ჩვენი ექსპერიმენტი. აბა, დავიწყეთ. ოპა. ой. თავარი სირთულეები უკვე სადარბაზოსთან იწყება და იქნებაც 1000 საფეხური, 1000 პრობლემას ანამ სამსახურში ხვალ უკვე უამრავ ენერგიის დახარჯვალი წევს, უამრავ დროის დახარჯვალი წევს და ნუ დღე ყოველთვის მძიმედ იწყება, მოდი ასე ვთქვათ. ხუთი კაცი დამეხმაროს მე მგონი შანსი არ არის აქასვეს რა. აქ როგორ უნდა ახვიდე, არა ჩემი აზრით შესაძლებელია რაღაცები ამართებდეს. უბრალოდ თუნდაც თუ გავიაზროთ ჩვენ რომ ეს ნამდვილად ჭირდება ვიღაცას მე თუ არ ჭირდება დავუშვათ. გაჩერება არ შეიძლება. მე? ხო, თუნდაც რა მოხდა? კარგი, თუმცა როგორც ამიხსნეს, შეზღუდული რაოდენობაა ადაპტირებული მანქანების, ამიტომ სულ მცირე საათნახევით ადრე მაინც უნდა დაარეკო და გააფრთხილოს ადგილი და წასვლა, რომ შემდეგ გამოგიგზავნონ მანქანა. ამიტომ მოგიწევს საათნახევარი მოდი. ცოტა უფრო ძირზე ავდივ ჩვეულებრივი ტაქსი და ეს მიკვირს მინიმუმ რატო. აქ ისევე როგორც თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში ყველა პირობაა შექმნილი ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის. თუმცა მთავარი მაინც ის არის თუ როგორ მოვლენ ეს ადამიანები დანიშნულების პუნქტამდე. უკვე დაახლოებით 7 ბაში ვცადეთ შესვლა, თუმცა უშედეგოდ. უნდა მომეხმაროთ, სხვა გზა არ აქვს. ბიჭებო,
დავდივარ სულ 3 ლოკაცია მაქვს, სადაც ადაპტირებული სიტუაციაა და რა ვიცი, რომ მივდივარ ხოლმე უკვე ყველა მიცნობს, იმიტომ რომ სხვაგან ფიზიკურად დავდივარ. დღევანდელი დღე ჩემთვის ფიზიკურადაც და ემოციურადაც ძალიან რთული გამოდგა. ყველაზე მძიმე კი იმის გააზრება, რომ მე შემიძლია ახლა ამ მეტლიდან ავდგე და ამასთან ერთად ყველა ის ბარიერი, რასაც დღეს წავაწყდი, გაქრება. თუმცა არ გაქრება გიგასთვის და მისი მეგობრებისთვის. ჩემი სურვილია, რომ ყველა ადამიანი მაინც თანასწორი იყოს რა. შეძლებს დაგვართ.